საღამომშვიდობის სამეგობრებო. მოდით დღეს ვილაპარაკოთ სხვა მე ვენახის ამბავზე. რამდენს თქვენგანს გაგიგიათ ამიგავის შესახებ. ვინ მოგვახსენა ეს იგავი და რას ნიშნავს საერთოდ ეს იგავი? სახელმწიფოში არაბიზაციის წინააღმდეგ ერთი ალიაკოთია ატეხილი. აპა არაბები შემოგვისიესო და ერთი წუთით მოკლედ დამირეკა ჩემმა მეუღლემ და გაწყდა ისმის ხმა თუ ისმის ხმა მეგობრებო გამიდასტურეთ მანამდე ვისაუბრებ ერთი ამბავი ატეხილი ირანიზაციისა და არაბიზაციის შესახებ საქართველოში. და მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა მეც მადარდეს ეს ამბავი, მაგრამ რა მაინტერესებს იცით? მადლობა სოფო. მაინტერესებს ის, რომ კაცობრიობის გონება როგორ არის მომართული რა. ახლა მაგალითად ღმერთმა მოგცა ქვეყანა, ხო? ღმერთმა მოგცა ჩვენი ქვეყანა და გითხრა რომ ჩაგვაბარა რომ მოუარი ამ ქვეყანას. მაგალითად როგორც ვენახი ჩააბარა მე ვენახის ღმერთმა. ამასობაში ჩვენ მოგვბეზრდა ეს მოვლა იმიტომ რომ ერთხელ მოვიდა გადაგვიჭამა ცხარმა თუ რა ვიცი რამ. ერთხელ სეტყვა მოვიდა და სულ გაგვიფუჭა მოსავალი. ერთხელ ვიღაცა გიჟმა აჩეხა ეს ვენახი, გადაიტანეთ რა საქართველოს მდგომარეობა. იქ შემოსევა იყო, იქ ის იყო, იქ პრეზიდენტი მოგვიკლეს, თქვათ, ვინც დამოუკიდებლობა მოუპოვა საქართველოს. ხო და საბოლოო ჯამში ეს მე ვენახეს დაიღალა რა ამდენი ამ ვენახის გაფრთხილებით მოვლით და წავით სხვაგან. ერთი მაგის დედაცო თქვა რა. მაინც ხეირი ვერ ვიპოვე ამ ვენახისგანო და იქნება სხვაგან მაინც რამე ხეირი ვნახო. ეს ვენახი კიდე სულ ჯაგებით გაივსო ამასობაში. არაფინ პატრონი არ ყავდა ამ ვენახს. ხო და გადმოხედა ღმერთმა და ნახა რა ხდება ამ ვენახში. ეს პატრონი თურმე მომჯდა რა. ღიპი გასიებია. იქ რაღაცა ზიარებაზე დაეხიტება. ქრისტეო და რაღაცაო. ეს ვენახი კი მიუტოვებია. ხო და ღმერთმა თქვა კარგიო. შენ თუ ეგრე გინდაო. მე სხვანაირად ვიზავო. სხვა მე ვენახებს მოვიყვან. შრომელი ხალხიაო. თავის სხეულსაც უფრთხილდებაო. ღიპს არ დაიდებსო. მერე რა. ერთ წელს სეტყვა გაუფუჭებს, მეორე წელს ვიღაც გიჟი აუჩეხავს, მესამე წელს ვიღაც და მაინც გააგრძელებსო. ხო და მოიყვანა სხვა მე ვენახე და მოვიდა ახლა ეს. აყვავა. დაიწყო ამის ამენახის გაკაფვა, გალამაზება, გასხლა და რაღაცას კი სანამ დაამსგავსებ და
მიუვიდა მე ვენახეს ხმა რომ აიო შენ ვენახშიო ვიღაცა სხვა არისო და გაგიჟდა გავარდა ეს როგორ მომხდარაო კაცო შენ აქ ვინ მოგიყვანაო ეს ჩემი ვენახიაო აბა აქედან დავაი დაახვიეს სწრაფად ხო და უყურა იმ მე ვენახებ ახალმა ვენახემ და შენ მართლა ფსიქიატრიულში ხარ გინდა მოგახვედრო რა შენი ვენახიაო ეს ვენახიო ღმერთმა მითხრა მიდი მოუარაო გადატყევებული იყო და ესეთი ამბავიო და შენ ახლა გინდა მითხრა რომ შენი ვენახიაო ხო და დაიწყეს ჩხუბი რომ არა ჩემი ვენახია მე რასაც მინდა იმას უზავამ ვენახსო იმან არა გინდა თუ არა ღმერთმა დამაყენა აქო ხო და ასე რომ მეგობრებო აიღეს ხანჯალი ხო და დაიწყეს ხმალაობა და კაცი შვილი არავინ არ ჩაერია ამ საკითხში ღმერთმა იცის როგორ დასრულდა ეს ამბავი ახლა მე მინდა კითხო თქვენ ამ გაზულუქებულ ქართველებს ამ სამ ქვეყნიდან გაქცეულ ქართველებს ამ თითოეულ დაშენი ქართველებს ეხლა რომ მოგინდათ აბა არაბიზაცია დაიწყო მაინტერესებს თქვენ ტვინში ჩამახედა რა აბა როგორ გიგონათ რომ ღმერთი ესე გააჯაგებდა ამ ქვეყანას და ჯაგებად გადააქცევდა ამ მიწაწყალს სადაც მარტო ისეთი ნიადაგები და წყალი და რა ვიცი ყველაფერი გვაქვს რომ კაცმა შეიძლება აქედან 64 გამოიყვანოს და ხოდა მოუნდა ეხლა ქართველს თავისი მიწა აბა დაშფანდურა არ გინდა მიდი ხო იყვირე ეხლა მიდი ამდენი ხანი რომ არაფერი არ გაიკეთებია ვალების და ბანკების ხელშეკრულების გარდა ვალების დადების გარდა საქართველოს გაქცევის გარდა ერთობაზე რო არ გიმუშავია სიყვარულზე რო არ გიმუშავია სუფულზე რო გადეტანილეს გნა ეხლა გინდა გაგახსენდა შენი ქვეყანა მიდი კი ბატონო გაგახსენდეს და იყვირე არა არაბიზაციას და არა პაკისტანიზაციას და არა ინდონეზიზაციას და ყველაფერი იყვირე რასაც დაინახა შენ ქვეყანაში რომ სხვა აკეთებს და შენ არას გაყვირი მარტო ვაი თქვენს საცადო ტვინებს ჩამახედა ნეტა რა ვაი თქვენს პატრონს კარგია სჯობს თქვენ ვიდრე არასდროსო და აბა თქვენ იცით მიდი იყვირეთ დღეს ერთი პარტიის წევრები გამოდით ხვალ მეორე პარტიის წევრები ზეგ მესამე და ასте აშენდება ქვეყანა არაბები კი აგიშენებენ ამ სოფლებს კი არა ქალაქებს და რუსები აგერ სოფლებს ინდოელები აგერ ავადმყოფებს მოულიან თქვენ იყვირეთ არა ხო ჩახთ ქართველებო ეგრე უნდა მაშ ძალიან ჭკვიანები ხართ ქართველები ჩემი შაცლით ძალიან ჭკვიანები ვართ ისეთები რომ რა ვიცი ვერავინ ვერ მოგვერიამდე და მიწასაზე და რა მუცლების გაბერვა კი გვიყვარს ერში თუ ბერში დაგვისივდა მუცლები და არა არაბიზაციას არა იმას არა ამას ის კობახიძე რას აკეთებს იმასთან ხელშეკრულებას დევს
ის ივანიშვილი სოცხვის ბრალია მარტო რა. მარტო სხვების ბრალია ქართველების. ჩვენი ბრალი არაფერი არ არის. აი პარლამენტში როცა იმათი ბრალია. მაშა. აპა ეხლა ვის გავგია ქართველმა თავისი მიწა გაღიდოს. არა იგივე რამე ვის გავგია კაცო. ეს ზღაპრებში ხდება მარტო. მაშ ჭირი ქალხინიაკა გადოიკა ფქვილიაკა. მაინტერესებს ეს ამბავი როგორ დასრულდება. აბა თქვენიცით. კარგად.